ჩვენ ახლა ვიმყოფებით თეატრალურ უნივერსიტეტთან, სადაც შეკრებილი იყვნენ სტუდენტები და ასევე მსახიობები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდნენ ამ ადამიანებს აქციის მონაწილეები, რომლებიც ვიცით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მარშით მოემართებოდნენ და ახლა ამას შემდეგ, რაც ეს ადამიანები აქაც გააჟღერებენ მათ პოზიციას, ამის შემდეგ ისინი უკვე გადაინაცვლებენ პარლამენტთან და ახლა ჩვენ გვესმის, რომ ამბობენ, რომ სტუდენტები გააკეთებენ განცხადებას და მას შემდეგ, რაც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას გააკეთებენ, ისინი როგორც გითხარით, გადაინაცვლებენ პარლამენტთან და ჩვენ ვიცით, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეეწყვიტათ სტატუსი და ეხლა პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ განცხადება, რასაც გააკეთებ. და სხვებთან ერთად გაღვადგმდება ეთიკის კოდექსის დარღვევა. მინდა ადამიანურ ენაზე აგიხსნათ ადმინისტრაციამ რა დაარღვია თვითონ. ადმინისტრაციამ სამჯერ გამოიძახა პოლიცია. პირველად გაგვაფრთხილეს, რომ მეორე გამოძახების შემთხვევაში დავჯარიმდებოდით. მიუხედავად ამისა, 15 წუთში მეორედ გამოიძახეს. გვაიძულებდნენ, რომ 20 სტუდენტი გადავსულიყავით სალაროში, რომელიც 5 კვადრატული მეტრიც არაა და საჭირო ოთახიც კი არ აქვს. ამაზე უარი ვთქვით და დაგვაჯარიმეს 5000 ლარით. მაშინ, როცა იციან, რომ სტუდენტებს ამის გადახდის საშუალება არ გვაქვს. ადმინისტრაციამ კარგად იცოდა, რომ მესამე გამოძახების შემთხვევაში შეიძლებოდა დავეკავებინათ, მაგრამ მაინც გამოიძახეს პოლიცია და იძულებულები გაგხვდეს დაგვეტოვებინა თეატრალური სივრცე. მეორე დილით კი ვიგებთ, რომ უნივერსიტეტიდან გაგვრიცხეს ეთიკის ნორმების დარღვევის გამო. ამ კომისიაზე დასწრების და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ გქონდა. ეს ეთიკის კოდექსი მიიღეს 28 თებერვალს, 11 დღის წინ. ჯერ არც კი გამოუქვეყნებიათ. საიტზე ჯერ კიდევ ძველი კოდექსი დევს. მეილზეც კი არ გამოუგზავნიათ და ამ კოდექსის მიხედვით გვრიცხავენ. ამ ახალ კოდექსში დარღვევად ითვლება ისეთი ქმედებები, რომლებიც მანამდე მოქმედი ეთიკის კოდექსით დარღვევას არ წარმოადგენდა. Facebook-ზე დებენ განცხადებას, რომ სანამ რექტორი ხელს არ მოაწერს, მანამდე არ ვართ გარიცხულები, მაგრამ ახალი კოდექსის მიხედვით ეს ტყუილია. არც ერთი გაფრთხილება არ მიგვიღია, რომ ჩვენ სტუდენტურ სტატუსს შესაძლოა საფრთხე დამუქრებოდა. ჯერ კიდევ არ მიგვიღია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთება. არ წერია, რომელმა სტუდენტმა რა დაარღვია. წერია, რომ დავარღვიეთ აპოლიტიკურობის პრინციპი, რომ ჩვენ დავაზიანეთ უნივერსიტეტის რეპუტაცია, იმიჯი და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ის, ვის თეატრალურ უნივერსიტეტს რეპუტაციას ულახავს, არის ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია, რომელიც სტუდენტებს პოლიციას აყენებს თავზე. მთელი ეს ეთიკის კოდექსი და ის, რის დარღვევასაც გვედავებიან, თავად აქვს დარღვეული. ჩვენთვის ცხადი და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს დასჯას და დაშინებას ემსახურება, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია და არ გავჩერდებით. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე. ძალა სტუდენტების ერთობაშია. კი ბატონო, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენთ ერთ-ერთ სტუდენტს, რომელსაც შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და ჩვენ ვისმენთ პირდაპირ ეთერში, როგორც ისინი საუბრობენ, სრულიად შემთხვევით გაიგეს მათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მეილზე მიუვიდეთ ამ ახალგაზრდებს, თუმცა ასე კონკრეტული მიზეზები მათთვის არ არის განმარტებული, თუ რატომ შეუწყდათ მათ სტუდენტის სტატუსი, ასევე არიან აქ სხვა სტუდენტებიც, რომლებსაც ასევე შეუწყვიტეს სტატუსი. პირდაპირ ეთერში ვართ მოგესალმებით, რომ გითხრათ, აი როგორ გაიგეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვისმენთ, რომ ეს კოდექსი, რომლითაც ესე რომ ვთქვათ, დაედო საფუძვლად თქვენს სტატუსის შეწყვეტას, ანუ არის 11 დღის წინ მიღებული, ხო? და სრულიად სხვა რეალობას ასახავს. აი ეს დეტალებიც რომ გქონდათ. დიახ, როგორც იცით, წინა დღეს სანამ გავიგებდით, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა, იქამდე გვაიძულეს, რომ უნივერსიტეტიდან წამოვსულიყავით. მეორე დღეს დილით ვიგებთ, რომ მოგვდის მეილი, სადაც ვკითხულობთ, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყვიტეს. შეგვიწყვიტა ეთიკის კომისია. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულები ვიყავით, არც ვიცოდით, ვის ქონდა მისული, იქ ვნახულობდით. ჯერ გავარკვიეთ ერთმანეთში, რამდენი ადამიანი ვიყავით, რომლებიც გარიცხულები ვიყავით. რა თქმა უნდა, ეს არის დამსჯელობითი ღონისძიება, ზუსტად იმისთვის, რომ აი გაეთავისუფლებინათ ეს ადგილი, იმიტომ რომ დაწყებული იყო სწავლის პროცესი და არ შეშლოდა ხელი რეალურად. ჩვენ არანაირი შეწამვლას არ ვუშლიდით. იქ ხელს პირიქით ყველანაირი დათვობაზე მივდიოდით, რომ რომელიმე აუდიტორიაში მაინც შევსულიყავით, ამაზე თვითონ არ წამოვიდნენ და
საბოლოოდ თქვეს ისე რომ ჩვენ შევუშალეთ ხელი და ჩვენ დარწავედით დათმობაზე, მე 5 კვადრატულ მეტრიან ოთახში გვიშვებდნენ სალაროში უფრო სწორად, სადაც 20 ადამიანი ფიზიკურად ვერ დავეტეოდით, იქ სველი წერტილიც არ იყო და ასე შემდეგ. ხო და რა თქმა უნდა არ ვაპირებთ გაჩერებას და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ამას არავის არ შევარჩენთ. მადლობა ძალიან დიდი, ასევე თავადაც იმყოფება ჩვენთან ერთად. შენც რომ გითხრათ თუ შეიძლება რას ემსახურება ეს ყველაფერი, რასაც ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ. აი მიზანი რა არის მათი და არის თუ არა ეს თქვენი პროტესტის ჩახშობის მცდელობა? მიზანი რა თქმა უნდა არის ჩვენი პროტესტის ჩახშობა. პირველივე დღიდან ასეთი ღონისძიებები იყო, შედარებით მსუბუქად მოქმედებდნენ მანამდე, შელაპარაკების, შეურაცხყოფის მათი მხრიდან შეურაცხყოფა იყო, მერე ბანერების ჩამოხსნა, მერე უცებ ისევ უნივერსიტეტში გამოვკეტეს და ასე შემდეგ მივედით იქამდე, რომ პოლიცია სამჯერ დაგვაყენეს და საბოლოოდ ვიყავით დაპატიმრების რისკის ქვეშ. და მეორე დღეს ეს მესიჯი მოგვივიდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი ბრძოლის ჩახშობის მექანიზმი და მათი ერთადერთი რაღაცა მცდელობა ყოველთვის ყოფილა. და მე ეს დეზინფექციის ამბავი, რომელიც აბსურდია, აბსოლუტური რაღაცა ჩვენ ვიყავით თითქოს პარაზიტები ამ უნივერსიტეტში და ჩვენი გაყრა ასე უნდათ, რომ დეზინფექციის ხსნარში ამოუგუდულიყავით და მე გავსულიყავით უნივერსიტეტიდან. აბსურდი იყო ყველაფერი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ბრძოლის ჩახშობაზე იყო გამიზნული. წინასწარ გათვლილი სცენარი იყო, რომ ამით უნდა დაიწყო თქვენი უნივერსიტეტიდან გამოძევება? ნამდვილად არ ვიცი, მე მგონია რომ არ იყო ეს წინასწარ გათვლილი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით ამდენ ხანს რომ გავჩერდებოდით და შესაბამისად არც მათ იცოდნენ, მაგრამ ის რაც დავინახეთ ჩვენ მათი მხრიდან იყო შეშინებული ხალხის, რაღაცა დაპანიკებული ხალხის ცდილობები ამ ბრძოლის ჩახშობის. მეტი ეს არაფერი არ ყოფილა. შეშინებული და დამფრთხალი ხალხი. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი, როგორც გითხარით, თქვენ უსმენთ სტუდენტებს პირდაპირ ეთერში, ვისაც შეუწყვიტეს სტუდენტის სტატუსი, თუმცა აქ იმყოფებიან ხელოვანებიც, ასევე მსახიობებიც, პაატა ბურჭულადაც არის ახლა ჩვენთან ერთად. ბატონო პაატა, მოგესალმებით პირველ რიგში, გითხარით თქვენ რატომ იმყოფებით, სოლიდარობას უცხადებთ ამ ახალგაზრდებს და რას უკავშირდება ის გადაწყვეტილებები, რასაც ხედავთ ადმინისტრაციაში. რიგით მე რამდენი ჯარიმა მიუტანეს, ამაზეც მინდა მისი კომენტარი მოვისმინო. 104 დღეა ჩვენ ყველანი ვაპროტესტებთ ყოველდღიურად აი რეჟიმს რაც კი დააწყდა იმ უბედურებას თავს საქართველოს და დღეს ვართ იმიტომ აქ რომ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები სწორგზაზე დგანან და იბრძვიან ზუსტად თავის ქვეყნის მომავლისთვის, თავისი მომავლისთვის, ჩვენი მომავლისთვის და უნდა ყველანი გვერდში დავუდგეთ. ერთი რამე მესიამუნა დღეს რომ ჯერ კიდე ხელი არ არის მოწერილი მათ განთავისუფლებაზე როგორც სტუდენტების მათ გარიცხვაზე თეატრალურ ინსტიტუტიდან და მე მგონი ეყოფა ჭკუა და გონება ეხლა აქ საბჭოა თუ რაღაცა შეუქმნიათ ამ გენს რექტორი რო ყავთ ეთქვათ რომ ეს არ გააკეთონ ეს ნაბიჯი არ გადადგან ამას თავის თავს ვერ აპატიებენ ვერაზოს თუმცა უკვე ბევრი უპატიებელი ნაბიჯი გადადგეს სადაც პოლიციის გამოძახებები და ყველაფერი იყო აქ. ბატონო პაატა, ჩვენ ვნახეთ, რომ ასევე თქვენ კიდევ ერთხელ დაგაჯარიმეს. რიგით მე რამდენი ჯარიმაა ეს, რომ გითხრათ? მე ჯერ ნორჩი ვარ დაჯარიმებაში, მე მარტო მეხუთე დამაჯარიმეს. 5 ჯარიმა მაქვს, ყარი ხალხი, ნადიმ ხმალაძეს დღეს მე-10 მიუტანეს, ნარსიას 15. ისე რომ მე კიდე ბევრი მიკლია რომ ლიდერი ვიყო ამაში და მე დარწმუნებული ვარ რომ ქართული სახელგანთქმული და ძალიან კანონის მოყარული პოლიცია მე ცემს პატივს და ბევრს მოვიტანს კიდე ჯერ. კი ბატონო, და რასაც ხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში მოაქვთ ფაქტობრივად ერთი არა, ორი ჯარიმებიც მოაქვთ მათ შორის. აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რას ამბობენ ამით ასე მასშტაბურ დაჯარიმებებს რომ ხედავთ? რა ნიშნავს იმას რომ არ შეამუნებთ მათ ეხა სერიოზულად მე ხა აქამდე ირონიულად ლაპარაკობდი სერიოზულად რო ვთქვათ არ შეამუნებთ მათ რომ ხალხი არის გამოსული თავის მომავლის სადარაჯოს და ხელს უშლის მათ მოკალათებულ კარგ მორგებულ ცხოვრებას. მათ მოირგეს რა რამოდენიმე ოჯახმა მოირგო ეს ცხოვრება საქართველოში და უნდა ყველა მაებგენ აი სტუდენტები იქნებიან თუ სხვა უნდა ვემსახუროთ მათ რის გულისთვის ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს და ჩვენ უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ აუცილებლად ამას არ დავთმობთ ბატონებო და ესეც იქნება. და ჯარიმები მოიტანონ, ეგ არაფერია. მაგ ჯარიმებს ეშველება მე ვიცი ერთი რამ რომ თვითონ ინანებენ რომ მოაქვთ ეს ჯარიმი, იმიტომ რომ ეს ბოლო-ბოლო მათი გადასახდელი იქნება.
კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი პაატა ბურჯულაძეს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში. მოვისმინეთ რომ მას მეხუთე ჯარიმა მიუტანეს და ხედავთ რომ შესაბამისი უწყებები ადამიანებს ჯარიმებს ყოველდღიურად აბარებენ, ასევე გარდა ამისა ხედავთ რეპრესიულ გადაწყვეტილებებს, რაც მაგალითად ვიხილეთ თავისუფალი თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ადამიანები გაჩერებას მაინც არ აპირებენ და მათთვის უფრო მეტად სტიმულის მიმცემია ეს გადაწყვეტილებები და ისინი აქტიურად აგრძელებენ პროტესტს. ასევე ხედავ აქ მსახიობებსაც პაჩო კაჯაია იმყოფება. გამარჯობა პაჩო, პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში რომ გითხრათ იმ გადაწყვეტილებაზე, რაც ვნახეთ თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, ხო? რას უკავშირდება? ეს იყო თუ არა მცდელობა, რომ ამ ახალგაზრდების პროტესტი ყოფილიყო ჩახშობილი? იცით რა არის, მე პირადად მიჩნდება ესეთი შთაბეჭდილება, რომ ზოგადად სისტემა როგორც მუშაობს, ძალიან კარგი მაგალითია ეხლა რაც ხდება თეატრალურ უნივერსიტეტში. სისტემამ ისე მოაქცია ყველა მხარე თავის მარწუხებში, რომ ვეღარაფერს ვეღარ შვება ვეღარც სტუდენტი, იმიტომ რომ შეინარჩუნოს თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება და შეინარჩუნოს ამავდროულად თავისი სტატუსი სტუდენტის. რაღაცა ადმინისტრაცია ვეღარ აკეთებს იმას, რომ პროტესტის თავისუფალი ნებაც მისცეს და ასევე ანუ ყველაფერი აი რაღაცა თვითონ თეატრალურში რაღაცა ახალ-ახალი ჩემ დროს ესე არისო, რაღაც ახალ-ახალი სტრუქტურები გაჩნდა, რაღაცა ეთიკის საბჭო, რომელიც არ ვიცი რას აკეთებს, მე რო არ ვიცი ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ფაქტს ვამბობ, რომ ის აკეთებს ისეთ რამეს, რომ ხელს უშლის თავისუფალი ნების გამოხატვას, ხელს უშლის იმას, რომ სტუდენტებს შეეძლოთ პროტესტის გამოხატვა ისე, როგორც მათ კონსტიტუციურად აქვთ ამისი უფლება, თუმცა რაზე ვლაპარაკობთ, ანუ რა კონსტიტუციურ უფლებებზე ვლაპარაკობთ, როდესაც ქვეყანაში საერთოდ აგვიგრძალეს კონსტიტუციური უფლებების გამოხატვის საშუალებაც, ნებაც და უფლებაც და შესაბამისად ეს კიდევ ერთი კარგი თვალსაჩინო მაგალითია იმის, რომ სისტემა არის საბოლოო ჯამში რეპრესიული და ამ სისტემას ყველაფერს სადღაც თავის ნიუანსებში აქვს ჩამკეტი მექანიზმები ისე გამოიყენოს, როცა როგორ დასჭირდება და ჩვენ ამის წინააღმდეგ ვართ რა, ჩვენ ამ თავისუფლებისთვის ვიბრძვით, იმისთვის რომ აი სისტემას ეს ბიუროკრატიული რაღაცა მარწუხები რომელიც აქვს, აი ეს გამოეცალოს და იყოს ლაღი ისეთივე როგორიც უნდა იყოს სტუდენტებთან მიმართებაში და ზოგადად თავისუფალ საზოგადოებასთან მიმართებაში. მათ შორის მსახიობებიც მხარდაჭერას უცხადებთ, ხო? ვნახეთ რომ ღამეც გაათენეს რუსთავში. კი ბატონო. მოკლედ, ესეთი ახლა ადგილზე ვითარება, მინდა გაჩვენოთ, რომ აქ იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შეუერთდნენ ამ ადამიანებს, აქ განცხადებებს აკეთებენ. რას ამბობენ, რა განცხადებები კეთდება, ეს ოვაციები რას უკავშირდებოდა და მაინტერესა და მოგვასმენინე. ეს არის სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა. დიახ, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა ადმინისტრაციის მხრიდან, როგორც ვისმენთ ჩვენ, ეს ადამიანები დააშინონ ამით ჩახშონ პროტესტი, როგორც ვისმენთ ამ ადამიანებისგან, ისინი აგრძელებენ მაინც ბრძოლას და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ არ აპირებენ შეუშვან თეატრის შენობაში, ქუჩაში იდგებიან. ეხლა ვხედავთ, რომ ასევე ხმაურია ტანს უკრავენ ეს ადამიანი და ამბობენ, რომ უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს არის შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების სათქმელი და ამის შემდეგ უკვე როგორც გითხარით, რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან ეს ადამიანები და იქაც გააგრძელებენ თავიანთ სათქმელს და მიუხედავად პროტესტისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტუდენტები არის ერთგვარი რეპრესიული მცდელობა იმის, რომ ეს სტუდენტები დააშინონ, ეს ადამიანები მაინც აგრძელებენ ბრძოლას. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში ამ ადამიანების შეძახილები და ხმაურები.
მოდლისთვის